გამარჯობათ. გილოცავთ პირველ დღეს ახალი პრეზიდენტის პირობებში. დაამთავრდა საინტერესო ეპოქა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლის ცალსახად შეფასება შავი და თეთრი ტონებით მე ვფიქრობ შეუძლებელია, იმიტომ რომ ძნელია თუნდაც ერთი წლის გავლის შემდეგ ნაციონალური ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ობიექტურად შეაფასო მისი წვლილი პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ იყო როგორც დადებითი, ასევე ბევრი უარყოფითი მომენტი, რაც დრო გავა უფრო რაციონალურები ვიქნებით ნაციონალური მოძრაობის წვლილის შეფასებაში. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, გუშინდელი დღიდან გამომდინარეც შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა გარკვეული მოლოდინები, უპირველეს ყოვლისა მარგველაშვილის გამოსვლის სტილი იყო უაღრესად მშვიდობიანი, ნაკლებად იყო ესეთი ეგზალტირებული რიტორიკა მის გამოსვლაში და მთავარი მესიჯი გახლდათ სწორედ ამ სტილიდან და დავუშვათ შინაარსიდან გამომდინარე, გახლდათ ის, რომ ის იქნება პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომლის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს არ ემუქრება ომები, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ ძალიან სამწუხარო იყო ის, რომ სამივე პრეზიდენტის პირობებში საქართველოს გადაიტანა სისხლისმღვრელი ომები, როგორც სამოქალაქო დაპირისპირების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შენარჩუნების მიზნით, რასაც მოყვა 10,000-ობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, ეკონომიკის ნგრევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარგველაშვილის საპრეზიდენტო გამოსვლა და რიტორიკა, როგორც მოგახსენებთ, გვაძლევს იმის იმედს, რომ ამ 5 წლიან ვადას მისი პრეზიდენტობისას საქართველოს მაინც გაივლის ესეთი მძიმე კატაკლიზმების გარეშე. გარდა ამისა, მისი ძირითადი ფუნქციები კონსტიტუციით შემოიფარგლება მაინც საგარეო ურთიერთობები, თუმცა არის მთავარი სარდალიც, მაგრამ საინტერესო იყო სწორედ მესიჯები საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილზე და ასევე რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება. ეს არის იგივე ევროკავშირის მოთხოვნაც, მოგეხსენებათ დაახლოებით 2 კვირის წინ გერმანიის ელჩმა ძალიან კვეთრა და რაციონალურად დაგვიფიქსირა, რომ ევროპა არავის მისცემს უფლებას დაარღვიოს რუსეთთან არსებული სტატუს-კვო, და ბალანსი, რომელსაც მან მიაღწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ სამწუხაროდ ნურცმოფრინდების პოზიციაში ვართ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ერთის მხრივ რუსეთი არაფრით არ ეგუება საქართველოს და ზოგადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში, მოგეხსენებათ უკრაინაში რამხელა ძვრები განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში და ფაქტობრივად უკრაინა დგას იმ ზღვარზე, რომ უარი თქვას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და საქართველოსთან მიმართებაშიც ველოდები ძალიან მძიმე ერთ წელიწადს ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაზე გამარჯვებით გულმოცემული რუსეთი თუ ეს საბოლოოდ ასე მოხდა, გაცილებით უფრო მკვეთრი და ხისტი იქნება საქართველოსთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით მართლაც მნიშვნელოვანი იყო მარგველაშვილის რბილი ტონალობა, იმიტომ რომ მას მოუწევს ბეწვისხიდზე გავლა იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეს უკრაინის მდგომარეობაში და რუსეთმა არ გვაიძულოს უარი ვთქვათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და მთავარი არის არა რიტორიკა და ლექსიკა, როგორ დაელაპარაკები რუსეთს, არამედ შედეგი, რომელიც დადგება რუსეთთან ურთიერთობის ვთქვათ ინტენსიფიკაციის შემდეგ. ნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება მარგველაშვილი ამ მიმართულებით, თუმცა ვამბობ, რომ მას პრეზიდენტობა უწევს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით. დამაიმედებელია ის, რომ მას ყავს კვალიფიციური საგარეო პოლიტიკური გუნდი, კარგი დიპლომატიური გამოცდილებით და ნახოთ, რამდენად გაართმევენ თავს ისინი ამ გამოწვევას. ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რაშიც მარგველაშვილმა უნდა ითამაშოს როლი, ეს გახლავთ საქართველოში შენარჩუნება პოლიტიკური კონკურენტული გარემოს, ანუ თავისუფალი პოლიტიკური სივრცის. მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით არ ეკისრება ქვეყნის შიდა საქმეებში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ავირჩიეთ ჩვენ საერთო სახალხო კენჭისყრით, ეს მას აძლევს მანდატს იმისათვის, რომ საზოგადოების სახელით ილაპარაკოს და
იზრუნოს როგორც თქვით პოლიტიკური სივრცის კონკურენტული პოლიტიკური სივრცის განვითარებაზე. რატომ არის ეს აქტუალური მოგახსენებთ? დღეს როდესაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან დიდი მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად ის ვერ იქნება ისეთი ოპოზიცია, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ხელისუფლებაში დღეს მყოფ ძალას, არასაპარლამენტო ოპოზიციის რეიტინგები მოგეხსენებათ რამდენად დაბალია. ქართული ოცნება რჩება ფაქტობრივად კონკურენციის გარეშე, ისევე როგორც იყო თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, მე ვამბობ რეალური კონკურენციის გარეშე, ვისაც შეუძლია თქვა რეალური შედეგის დადება იგივე საპარლამენტო არჩევნებში, ხო? ისევე როგორც თავის დროზე უკონკურენტო იყო ნაციონალური მოძრაობა და მანამდე მოქალაქეთა კავშირი, რამაც ამ ორ პარტიას უბიძგა იმისკენ, რასაც ჩვენ საუბრობთ ამდენი ხანია, ანუ ავტორიტარული მმართველობის სტილისკენ. ეს იყო ძირითადი მიზეზი, დამაბალანსებელი პოლიტიკურ სივრცეში ქართულ ოცნებას თუ არ ეყოლა, რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ მასაც გაუჩნდეს, თუნება გახდეს ესეთი ალა ნაციონალური მოძრაობა, ანუ მონსტრი ტიპის პარტია, რომელიც ყველაფერს პოლიტიკურ სივრცეს, მედია სივრცეს და ასე შემდეგ მოირგებს თავის თავზე, ამისი თუნება ყოველთვის არსებობს. მით უმეტეს ეხლა იწყება ქართული ოცნების პარტიის, უშუალოდ პარტიის რეორგანიზების პროცესი, რომელიც მისი გაძლიერებისკენ არის მიმართული და აი აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა აიღოს ერთის მხრივ ის როლი, რომ იყოს მაკონტროლებელი ამ სიტუაციაში, რომ არ გავხდეთ კვლავ შეუქცევადი პროცესების მოწმენი, ანუ არ მოისურვოს ქართულ მოძნებამ გახდეს, როგორც მოგახსენეთ, ნაციონალური მოძრაობის მსგავსი მონსტრი პარტია. ხოლო მეორეს მხრივ პრეზიდენტს ექნება ამაში ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომ მან შეძლოს დაიცვას ბალანსი, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სპექტრში და შეინარჩუნოს დღეს არსებული თანაბარი კონკურენციის პირობები პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა მეთქვა. რაც შეეხება დღეს მინისტრ კაბინეტი და წარადგინეს რეგიონალური მარიბაშვილმა, როგორ ფიქრობთ, თავის ცვლილებები მოსალოდნელი ვერ გეტყვით, არ ვიცი, იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელ კანდიდატურებს გვთავაზობენ დავუშვათ იმ პოსტებზე, რომელიც უკვე გამოთავისუფლდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, მე მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება მომავალ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. საპარლამენტო საპრეზიდენტო მმართველობის მოდელში შევაფასოთ, ალტერნატიული ლექტური იქნება, თქვათ ესეთი მმართველობის ტიპით სახელმწიფო და რამდენი დაბალანსებულია ამ შემთხვევაში პრეზიდენტის თავში. მადლობთ. იცით რა, ყველა ქვეყანას აქვს თავისთვის კომფორტული, ასე ვთქვათ, მართვის სტილი. არსებობს კლასიკური და შერეული ტიპის საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკები. ჩვენ კლასიკურ მოდელში საპარლამენტო რესპუბლიკის ვერ ვჯდებით, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტმა არ აირჩია პრეზიდენტი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად მისასალმებელი ფორმაა საქართველოსთვის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ პრეზიდენტმა შეძლოს ბალანსის და ასე ვთქვათ, დამაბალანსებელი თუ მთავარი არბიტრის როლის შეფასება პოლიტიკურ სივრცეში, მოსალოდნელ დავუშვათ კონფლიქტურ სიტუაციებში დაპირისპირებაში, ან პირიქით შეკავებაში ამა თუ მმართველი პარტიის შესაძლო ამბიციების. მეორეს მხრივ ჩვენ გამოვცადეთ სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში ვიცხოვრეთ სამი პრეზიდენტის პირობებში, სამი პრეზიდენტის განმავლობაში და ვნახეთ, რომ რამდენად დიდი რისკი შემცველია ამ ტიპის მმართველობა საქართველოსთვის. როგორც უკვე მოგახსენეთ, არც ერთი პრეზიდენტის მმართველობამ ომების მნიშვნელოვანი კატაკლიზმების გარეშე არ ჩაიარა. ამან განაპირობა ახალი მოდელზე გადასვლა, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის ერთ-ერთი პირობა სწორედ ესეც გახლდათ. და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო გამართლებული მოდელი იქნება საბოლოოდ საქართველოსთვის, იმიტომ რომ ბაზისი არის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, რა პროცესშიც ეს პოლიტიკური პარტიები იძულებულნი არიან ერთმანეთთან ითანამშრომლონ, დააბალანსონ ერთმანეთი, თუმცა კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ჩვენი 20 წლიანი პოლიტიკური გამოცდილება და კულტურა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ახალი ფორმები უნდა ვეძებოთ იგივე სახელმწიფო მმართველობის და პოლიტიკურ ძალთა დაბალანსების. ამ თვალსაზრისით ეს არის ექსპერიმენტული მოდელი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება უფრო ვიდრე საპრეზიდენტო. მაგრამ ისიც ნაკლებად მისაღებია ქართული რეალობისთვის, როდესაც ყველა პოლიტიკური
ასე ვთქვათ, შტო ხელისუფლებისა არის ერთ-ეგივე პარტიის, ერთ-ეგივე სახელისუფლო კოალიციის წარმომადგენელი, ანუ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც და იმედი მაქვს მომავალში ასეთი, ასე ვთქვათ, ჰარმონიზება აღარ იქნება, იმიტომ რომ ერთია კოაბიტაცია, რომელმაც ჩვენთან ძალიან ცუდი შინაარსი შეიძინა, იმიტომ რომ ნაციონალებს უკავშირდებოდა და მთელი უარყოფითი მუხტი რაც იყო საზოგადოებაში და მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხელს უშლიდა ამ მართლაც დემოკრატიული ფენომენის სწორად აღქმა საქართველოში, იმიტომ რომ ევროპული დემოკრატიები სწორედ ამას ეფუძნება. რეალურად, როდესაც დავუშვათ, შეიძლება პრეზიდენტი იყოს სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მთავრობა, უფრო ზუსტად იყოს სრულიად სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და პრეზიდენტსაც და პრემიერსაც კონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები. ასეთი რამ ხშირად მომხდარა საფრანგეთის ისტორიაში, სადაც პრეზიდენტიცა და პრემიერიც ორივე საკმაოდ ძლიერი ფიგურა კონსტიტუციით და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენდნენ. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, ყველაზე ნათელი მაგალითი ამერიკა, როდესაც შეიძლება დავუშვათ პარლამენტის ორივე პალატა ან ერთ-ერთი მაინც უმრავლესობით დაკომპლექტებული იყო სხვა პოლიტიკური ძალის მიერ და პრეზიდენტი წარმოადგენდა სხვა პოლიტიკურ ძალას. და ეს ქმნის სწორედ აი ამ ძალათა პოლიტიკურ შეკავების პრინციპს, თორე იმ პირობებში, როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა აკომპლექტებს ყველა შტოს, ეს თუნდაც კანონმდებლობით იყოს განსაზღვრული და კონსტიტუციით გამაგრებული, აი ამ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების შეკავებისა და დაბალანსების პრინციპი ნაკლებად მუშაობს ხოლმე ასეთ პირობებში, როდესაც ყველა შტოს აკომპლექტებს ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა. ამიტომ ვისურვებდი, რომ სამომავლოდ გვეხილა ისეთი ტიპის ხელისუფლება და როდესაც პრეზიდენტი იქნებოდა სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და პარლამენტი დააკომპლექტებდა კოალიციური წესით რამდენიმე პარტიის მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას. ნახოთ როგორ იქნება მომავალი. ანუ ნახოთ ადგილობრივი მთავრობას აქვს ძალიან მოკლე პერიოდი ახლად არჩეულ მთავრობას ექნება ძალიან მოკლე პერიოდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. და საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, როცა ბიუჯეტი ვერ შესრულდა პირველად 10 წლის განმავლობაში და ამავე დროს არის ძალიან ბევრი სოციალური ვალდებულება გაწერილი. ჯერ აღებული წინასაარჩევნო პერიოდში და მერე გაწერილი ბიუჯეტში. არ საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ხელისუფლებას გადაბარება, მე არ გულისხმობ პოლიტიკურ სიტუაციას, გულისხმობ ეკონომიკურ სიტუაციას და საგარეო პოლიტიკურ ფონს. ახალგაზრდა პირდაპირ მნიშვნელობით ახალგაზრდა მთავრობას ხელისუფლებაში მოსვლა და ნახოთ რამდენად გაუძლებს ის ამ გამოწვევას. პირველი გამოწვევა არის, როგორც გითხარით, პირველი ტესტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მართველი ძალა გავა მთავარი ბრენდის ვიძინე ივანიშვილის გარეშე.